თუ გამოსავალს მეკითხებით იმ უკუნეთში, რაც ახლა ქვეყანაში არსებობს, რაც მე ჩამოვთვალე, როდესაც ხალხს წამდაუწყო ატყუებენ, ეს ხალხი წამდაუწყო მტყუდება. ბედნიერად ზეიმობს იმის, რომ 178 დღეს გადაკეტა რუსთაველის მოედანი, რომ ფანდრაიზინგი აქვს მოწყობილი ჯარიმის ფულის გადასახდებად. იქ რაღაცა, ხალხი ციხეში ზის და მაინც ვერაფერს ვერ ხვდებიან მათი მეგობრები გარეთ. ანუ ზოგადად ამ სიტუაციაში და არავინ არაფერზე ბოდის სარიხდის, არავინ არაფერზე პასუხს არ თხოვს. ამ სიტუაციაში გამოსავალი ძალიან რთულია ზოგადად და მე არ მაქვს ამაზე გამზადებული პასუხი. მაგრამ ზოგადად რა არის გამოსავალი? ზოგადად გამოსავალი არის ყოველთვის როცა რაღაც არ გამოგდის, არის დაფიქრდე და რაღაც შეცვალო. გამოსწორდე. ეს არის გამოსავალი. რაღაცას არასწორად აკეთებდი, მიხვიდე შენზე უფრო ჭკვიანთან და კითხო, რას ვაკეთებდი არასწორად. აი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რო გაუარეს და სიტყვაზე მიხვიდე ექიმთან და კითხო, ექიმო, რა ჭირს ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას და მე ამ ექიმის რეცეპტი მოისმინო და ამის მიხედვით იმოქმედო. ეს არის ზოგადად. იმაზე თუ ექიმი გეტყვის, რომ შენ ისეთ დაავადება გჭირს, რომელსაც ერთი ტაბლეტით ესე რომ დალევ და კარგად იქნები, ეგრე ვერ უმკურნალებ, არამედ დიეტა ჭირდება. რაღაცა პროცესი რა ვიცი, შეიძლება დიეტა ჭირდება, გადასხმები ჭირდება, რაღაცა ცხოვრების წესის შეცვლა ჭირდება. ცხოვრების წესის შეცვლა ჭირდება და ანუ რავი, ჭირდება ის, რომ შენც შეიცვალო და ნუ არ იყო ისეთი გულუბრყვილო, როგორც აქამდე იყავი. ანუ ყოველთვის ეს არის გამოსავალი, აზრზე მოსვლა არის გამოსავალი. ანუ პირველად იწყება იმით, რომ ადამიანს ეჭვი გაუჩნდება, ხო არ ცდებოდი. იქნება რაღაცა მეშლებოდა აქამდე. მერე იწყებს ამ თავისი ეჭვების დადასტურებას ან უარყოფას და მერე გადადის სხვადასხვა მერე გადადის ავიცი ამბობს სიტყვას ანუ თავის ეჭვებს საჯაროდ ყვება და ამბობს რომ მე მგონი მე შემეშალა მოდით იქნება თქვენც დაგარწმუნოთ ამაში ან თქვენ გადამარწმუნოთ დამამშვიდოთ რომ არ შემშლია და საკუთარ თავთან გულწრფელად აღიარებს იმას რაც აქვს გამოსასწორებელი ეს არის სწორი ანუ ეს არის ყოველთვის გამოსავალი მაგრამ მე ამის იმედი ეგრეთ წოდებულ ლიდერშიპში ნაკლებად მაქვს იმიტომ რომ ეგ არ ხდება იმის გამო რომ ისინი გამოსასწორებლები არიან ეს ხდება იმიტომ რომ ისინი ფულს იღებენ სიამოვნებაში ხოცებისგან მაგრამ ხალხმა რა უნდა გააკეთოს ხალხმა უნდა დაიწყოს მონანიებით ანუ თქვენ მაგარი მიხარეთ ამარჩევნებს აი ამის არაღიარება არ შეიძლება თქვენ აირჩიეთ 4 5 9 25 41 ახლა 97% ხმა მიეცით ამას. როცა 97% ხმას უაზრობას აძლევს, მე ხდება უაზრობა ზოგადად. და მე ვიძახოთ რა არის გამოსავალი, არაფერი, ანუ რა უაზრო საზოგადოებიდან უნდა წახვიდე ერთი, ან მეორე უნდა ეცადო რომ ეს საზოგადოება გამოასწორო რამის აზრზე მოიყვანო, ცოტა შეაჯანჯღარო. აი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამიტომ თუ გინდათ გამოსავალი, უნდა დაგვეხმაროთ ამ საზოგადოების შეჯანჯღარებაში, იმიტომ რომ არაფერი თავისით არ მოხდება, არაფერი ამ ხალხს თავისით არ ეშველება. 20 რამდენი ხნიანი 70 წლიანი მონობის ისტორია გვაქვს და 30 წლიანი გაურკვევლობაში ბოდიალის ისტორია გვაქვს. ამ ისტორიას რაღაცნაირად ჭირდება გადააზრება, ჭირდება გადახარშვა და ჭირდება გულწრფელი ადამიანების საჯარო სივრცეში, რომელიც მზად არის საკუთარი შეცდომები აღიაროს და სხვას მიცეს ასეთი მაგალითი. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი, მით უფრო მარტივად გამოვალთ. თუ არა და თავისით არაფერი არ მოხდება. თავისით ჩვენ არ გავხდებით არც უკეთესი საზოგადოება, თავისით არც ხოცები არ წავლენ, არც დანარჩენი ხოცების მოსყიდულები არ შეწყვეტენ ხოცებისგან ფულის აღებას და ყოველთვის ახლა თუ თქვენ გონიათ რომ ქალბატონი სალონო გუშინდელი წარუმატებლობების გამო მობეზრდება ეს არა ის მათი job description-ია თვეში ერთხელ პროტესტი რამე უკონტროლოში არ გადაიზარდოს შეკრიბონ უაზროდ გიყვირონ რაღაცები გითხრან ქარტია შმარტია კოორდინაცია რაღაც 1000 უცნაური სიტყვები და მე ტყვილად დაგემშვიდობონ თქვენ ცოტა ხანი იჭიჭრინებთ და ერთ თვეში ისე მოხვალთ აქციაზე იმიტომ რომ გექნებათ იმედი რომ იქნება ხო არ გამოსწორდა ეს ჩვენი ახლა ეს რა ქვია ძვირფასი 4 5 9 25 ან 41 სანამ ამ რაღაცას როგორც სანდრო თქვა ჭამთ მანამდე არაფერი არ შეიცვლება როგორც კი იქნებით კრიტიკულები არ დაიწყებთ ანუ როდესაც ვიღაცას პასუხს მოთხოვთ სიტყვაზე, ვიღაცას პასუხს მოთხოვთ ტყუილებზე, ვიღაცას კითხავთ რომ ფული საიდან ამ ქვეყანაშიო. ანუ ასეთ კითხვებს რო დასვამ და ამას დასვამ საზოგადოების დიდი ნაწილი. როდესაც შევარდებით ერთ დღეს ხაზარაძის ტელევიზიებში, იმიტომ ხაზარაძის უკვე ორი ტელევიზია აქვს მოგეხსენება, TV პირველი და ფორმულა 2 ხაზარაძის ყოფილა და იქ შეხვალდა დაანგრევთ ხაზარაძის ძეგლს და გამოყრით პანგური ჟურნალისტებს, მერე გექნებათ მორალური უფლება, ხოცებს რამე მოთხოვოთ განსხვავებული თორე. ახლა ჯერ უფრო პატარ-პატარა ამოცანები გაქვთ და ისინი უნდა გადაწყვიტოთ. ამ ამოცანების გადაწყვეტის ნაცვლად თქვენ დადიხართ და დააკვირდით ამ ხალხს წინ დაუკან აქციებზე და საჯაროდაც არ აღიარებთ იმას რომ რაღაცები შეგეშალათ და მასე ვერ გეტყვით რომ რამე გეშველებათ. მასე არაფერი არ შეიცვლება. მიბაძეთ 62000 კაცს ჩვენს ამორჩევლებს და მერე დაიწყება რაღაცა გამოსავლის ძიება თორე. ახლა სანამ ასე დავდიხართ წინ დაუკან სხვათა შორის ადრე თუ იყო მარჯანიშვილიდან კი და სარაჯიშვილიდან გურამიშვილამდე მარშრუტი ახლა არის
მანისი, ბოლნისი, თბილისი. ხო და აი როგორ გითხრათ 100 კილომეტრიანი მარშრუტი სანამ დაარტყამთ, ესე რომ კითხვას არ დასვამთ, რა საჭიროა ეს 100 კილომეტრიანი მარშრუტი ხოცების დასამხობად, მანამდე არაფერი არ იშველება, აფერი არ შეიცვლება ჩემი აზრით.